სასუფეველში. დიდარი უფრო ძნელად შევაღმრთის სასუფეველში, ვიდრე აქლემი გაძვრება ნემსის ყუნჩი. აბა მას ვინღაც ხონდება? რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღმერთისთვის. მართლაც, სად იქნება ეს სასუფეველი ღვთისა? ღვთის სასუფეველი არ მოვა აშკარად ვერცვერავინ იტყვის. შეხედე, აგერ აქ არის ან კიდევ იქო. ვინაიდან ღვთის სასუფეველი თვით თქვენშივია. მოგივლენ დღენი, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილოთ. როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ის ერთი კიდიდან მეორემდე, ისე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოთქმისაგან. სადამი წაუმალ გარდავლენ, ვიდრე სულ უმცირესი ნაწილი შეიცვლება სჯულისა. მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ ისმინეს. რა ვქნათ ჩვენ? რას ამბობს საღმრთო წერილი? შენ როგორ განმარტავ მას? გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალით და მთელი შენი გონებით და გიყვარდეს მოყვასი შენი. ვითარცა თავი შენი. მართალი ხარ, ასე მოიქეცი და ცხონდები. ვინ არის ჩემი მოყვასი? ეს ჯარისკაცები არა. ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქოს მიდიოდა. ყაჩაღებს ჩაუვარდათ ხელში, რომლემაც გაძარცვეს, სცემეს და ცოცხალ მკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუგზია. ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა, დაინახა და გვერდი აუგზია. მერე ერთმა სამარიტელმა ჩამოიარა, დაინახა და გულის სიბრალულით აევსო. მივიდა მასთან, ზეთითა და ღვინით მოჰყვა ნაჭრელობები და შეუხვია. თავის სახედარზე შეესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. მეორე დღეს სასტუმროს პატრონს 2 დინარი მისცა და უთხრა, მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აკეთობისას გადაგიხდია. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი? ის ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. მას შენც ასევე მოიქეცი. ნუ უშლით ხელს პატარა ბავშვებს, მოუშვით ჩემთან. მაგათნაირებისაა სასუფეველი ღვთისა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც პატარა ბავშვით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერასოდეს ვერ შევაშიქ. ხოლო ვინც ამ ბავშვს შეიწყმარებს ჩემი სახელით, მე შემიწყმარებს. და ვინც მე შემიწყმარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყმარებს. რადგან თქვენ შორის უმცირესი უდიდესია. რა ხდება, რა ამბავია? იესო მოდის, იესო ნაზარეველი მოდის. იესო! 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 ძეო დავითისა, მოწყალება მოიღე ჩემზე. რა გინდა რა სამთხო? თვალის ახლა სუფალო. გაახილე. შენ მარწმენამ განკურნა შენ. მე ვხედავ. მე ვხედავ. მე ვხედავ.
იერუსალიმისკენ მიმავალ იესოს დიდ ძალი ხალხი ხვდებოდა გზად. სთხოვდნენ ცხონების გზა ეჩვენებინა მათთვის და მეტი რამ ესწავლებინა ღვთის სასუფეველს. ეს კაცი ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია. დიდება უფალს. გვიჩვენე გზა ჭეშმარიტი უფალს. ხალხს უკვე უფლად და მბრძანებლად მიაჩნდა იგი. იერიქოში ცხოვრობდა ერთი მებაჟე სახელად ზაქე. მას ისე ძალიან სწუროდა იესოს ნახვა, რომ ხეზე ავიდა, რათა ზემოდან მოქცეოდა ხალხს. ჩქარა ჩამოდის ზაქე. დღეს შენსაც მინდა დარჩენ. ჩემსაც? ვინ მოინდომებდა მის სახლში გაჩერებას? საიდან იცნობს ზაქე იესოს? ისმინეთ ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ და თუ ვინმე მოვატყუე ოთხმაგად გადავუხდი. მებაჟე უკან აბრუნებს ხალხს? შეუძლებელია. დღეს ცხონდა ეს სახლი. რადგან ეს კაციც აბრაამის თანამომავალია. ძე კაცი სამოვიდა დაკარგულის საძებნად და გადასარჩენად. მისმინეთ. მივდივართ იერუსალიმს. იქ აღსრულდება ყველაფერი, რაც დაუწერიათ წინასწარმეტყველთ. მისცემენ წარმართ და შეურაცხყოფენ. აგინებენ, აფურთხებენ, სცემენ და მოკლავენ. მაგრამ მესამე დღეს აღსდგება იქ. და იესო თამამად დაადგა იერუსალიმის გზას. მართალია იესო მიცოდა, რომ კაცთა ცოდვებისათვის სიკვდილი ელოდა, მაგრამ მაინც დაადგა იერუსალიმის გზას. ხალხი ზარზე იმით შეეგება მის მოსვლას და თავიანთ მეფედ გამოაცხადეს. მოძღვარო, უბრძანაშას მოწაფეებს დადუმდნენ. მე გეუბნებით, თუ ესენი დადუმდებიან, მაშინ ქვები დაიწყებენ ღაღაც. შვიდობა, პატივი, სიმართლე. იესო მიუახლოვდა იერუსალიმს და როდესაც დაინახა, კირილი დაიწყო მისთვის. დღეს მაინც რომ შეგეცნო. რა მოგანიჭებს მშვიდობას, მაგრამ ეს ამჟამად დაფარულია შენთვის. მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ, გარშემო გერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან და მიწასთან გაგასწორებენ. მუსრს გაავლებენ შენ შვილებს და ქვაზე აღარ დასტოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი. წმიდა ტაძარი იერუსალიმში
სავაჭროს უფრო გავდა ვიდრე ღვთისმსახურების ადგილს. ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა. დაწერილია ჩემი სახლი ლოცვის სახლია თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი ჩემ საქონლისკენ შეაჩერეთ შეაჩერეთ ძალებს მოუხმეთ ძალებს ერისმთავართა და მღვდელმთავართა შორის დავა გამძაფრდა, ვინაიდან ხალხი მეფედ აცხადებდა იესოს. მე მგონი ბევრი როგორც მეფეს ისე ესალმება. მეფედ? გლახაკთა მეძავთა და მპარავთა მეფედ. ადრეც გვინახავს მაგნაირი. მოდიან, გადაგებენ, მერე მიდიან და აღარავის ახსენდება. თვალს ნუ დაიბრმავებ, მისი მიმდევრები დღითი დღე მრავლდებიან. ხალხი აღმერთებს. მეფე გონიათ. ნება მომეცით გაგაფრთხილოთ. თუ ეს კაცი კვლავაც ააშფოთებს ქვეყანას, პასუხი თქვენ მოგეკითხებათ. იქნებ მართალია. დრო არ შევაჩეროთ ეს გალილეველი. როცა პირმოთნემ წიგნობართა და ფარისეველთა დასი უფრო და უფრო ემორჩილებოდა მის გავლენას, ებრაელთა შორის იზრდებოდა იესოს მიმდევართა რიცხვი, მაგრამ ასევე იზრდებოდა წინააღმდეგობაც იმათი მხრიდან, ვინც მან გმოდა ამხილა. ტაძარში ყოფნისას იესომ დაინახა ერთი ყატაკი ქვრივი, რომელმაც ორი სპილენძის ფული შესწირა. მეტი არ გემეტება? მე გეუბნებით რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი გაიღო ვინაიდან ღმერთის ძღვნად ყველამ გაიღო ის რაც ზედმეტი ჰქონდა ამ საწყალმა კი მთელი თავისი საბადებელი შესწირა ვითხარი, რა უფლებით ლაპარაკობ მაგას? ვინ მოგცა მაგის ნება? ახლა მეც გკითხავთ ერთ რამეს მითხარით ნათლისცემის უფლება იოანეს ღმერთმა მისცა თუ კაცმა რა უნდა ვთქვათ? თუ ვიტყვით ღმერთმა ის გვეტყვის რა დარერწმუნეთო? იოანეს. ხოლო თუ ვიტყვით კაცმო აქ მყოფი ხალხი ჩაგგოლავს. რადგან ყველა სამსონი იოანე წინასწარმეტყველი იყო. არ ვიცით ვინ მისცა ამის უფლება. მაშინ არც მე არ გეტყვით რა უფლებით ვაკეთებ ყოველივე ამას ერთხელ ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და იჯარით მისცა მევენახეებს თვითონ კი დიდი ხნით დატოვა სახლი როდესაც რთველმა მოაწია მონა გაუგზავნა მოიჯარეებს რომ მათგან თავისი წილი მიეღო მოიჯარეებმა სცემეს მონას და ხელსარიელი გაისტუმრეს ახლა სხვა მონა გაუგზავნა მაგრამ მოიჯარეებმა იმასაც სცემეს უდიერად მოექცნენ და ისიც ხელსარიელი გაუშვეს მაშინ მესამე მონა გაგზავნა მოიჯარეებმა კი დაჭრეს და გარეთ დააგდეს ბოლოს ვენახის პატრონმა გულში თქვა რა ვქნა მოდი ჩემს საყვარელ ძეს გავგზავნო მიზრიც მაინც დაიდებენო მაგრამ მოიჯარეებმა მათკენ მიმავალი მემკვიდრე რომ დაინახეს ერთმანეთს უთხრეს მოდი მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო განაგრძე ხო და გაიყვანეს ვენახიდან და მოკლეს როგორ გონიათ რას უზამს ვენახის პატრონი ამ მოიჯარეებს
მოვა, დახოცავს მათ და ვენახ სხვა მოიჯარეებს მისცემს. რას ნიშნავს ეს წერილი? ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, როგორც უვარგისი ქვაკუთხედად დაიდო. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა. ხოლო ვისაც ის ლოდი დაეცემა, აუცილებლად გასრეს. მოძღვარო, ჩვენ ვიცით, რასაც ამბობდა ასწავლის სიმართლეა. ვიცით, რომ არ უყურებს სახეს კაცისას, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. გითხარი, ეწინააღმდეგება თუ არა ჩვენს ჟულს, რომ ხარკი ვაძლიოთ რომის კეისარს? თხილად უფალო ის შეეცდება მახე დაგიგოს. მიჩვენეთ ვერცხლის ფული. ვისი სახე და სახელია ამ ფულზე? მაშინ მიაგეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთის. რა პასუხს გასცემ ამას? მოახლოებული იყო უცომობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი. და იესომ წინ და წინ გაგზავნა სიმონ, პეტრე და იოანე, რათა პასექი მოემზადებინათ მისთვის. რა რიგ მინდოდა ჩემს უნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი. მაგრამ გეუბნებით თქვენ, აღარ ავჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღვთის სასუფეველში. კურთხეული ხარ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფეო ცისა და ქვეყნისა, რომელმაც მოგვეცი ვაზის ნაყოფი. აიღეთ და გაიყავით ერთმანეთ შორის, რადგანაც გეუბნებით თქვენ, აღარასოდეს დავლე ვაზის ნაყოფს, ვიდრე არ მოიწევა ღმერთის სასუფეველი. კურთხეული ხარ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფეო ცისა და ქვეყნისა, რომელმაც მოგვეცი პური მიწისაგან.